მოგესალმებით მეგობრებო, გამარჯობა, როგორ ძანდებით, ჩვენ ვიწყებთ გადაცემას კონსერვატორია. მე ერთ თეორიას შეიძლება ითქვას ძალიან დასაბუთებულს გეტყვით და ვიმძლოთ იმას. რაღაც მამაძაღლობა აქვს ჩაფიქრებული ჩვენს დაუძინებელ მეგობრებს. მამაძაღლობას გულისხმობ არა ჩვეულებრივი პროვოკაცია, არამედ გექსოგენთან დაკავშირებული პროვოკაცია, რომელმაც სუსმა ასე კარგად ამოიღო და კარგად აღკვეთა ეს ტერაქტი. ანუ შეიძლება ეს იყოს არჩევნების დღეს რამდენიმე ადგილზე რაღაცის მოწყობა და ასე შემდეგ. რომ ძალოვანების ყურადღება იყოს გაფანტული. ეს ძალიან კარგად იციან აი ამ იდიოტმა ოპოზიციონერებმა და ზოგიერთი მათგანი, რომელიც განსაკუთრებით შიშარა, ემალება ამ მოვლენას. ემალება იმით, რომ თავს აჭერინებს. თავს აჭერინებს, ხო? ოჰენრის ძალიან მაგარი მოთხრობაა, როდესაც პატარა გულისხმობ მასშტაბით ქურდი უნდა შევიდეს ციხეში, ზამთარი ახლოვდება, სახლი არ აქვს და ციხეში უნდა გამოზამთრება და რაღაც ხანმიტნას ჩამოთვლებს, ხან რას გააკეთებს და ვერ ხვდება ციხეში, ესეთ ოჰენრის ძალიან კარგი მოთხრობაა. მაგრამ ოჰენრი იქით იყოს, მე მაქვს ესეთი აზრი, რომ აი ეს დაჭერები, ეს თავს რო აჭერინებენ და ციხეში რომ მიდიან, არის ამით გამოწვეული, რომ როგორმე ეს თარიღი გადააგორონ და მე თქვა, რომ მე დიდი სიამოვნებით ჩავებმოდი აი ამ საშინელებაში, ამ საეზრობაში, ამ დანაშაულში, მაგრამ ციხეში ვიჯექებ. მე მინდა თქვენი აზრი აი ამ ჩემს გამონათქვამზე. გეთახმები შალო, მეც აბსოლუტურად იგივეს მგონია. პლუს ამას მე იმასაც დავამატებდი, რომ რაღაცნაირად მე მგონი უკვე თვითონაც ტყვეობაში არიან რაღაცა სიდებილის. ანუ რას გულისხმობ, რომ არ ვიცი რატო, ქართულ პოლიტიკაში ჩამოყალიბდა მე ამას დავარქვა ბაქი-ბუქის კულტურა. ანუ ძირითადად რატომღაც ოპოზიციის დიდი ნაწილი დაკავებულია ბაქი-ბუქით ხოლმე რა. ანუ რომ ისინი ბაქი-ბუქებენ რომ აი მოაწყობენ ამას, გაყოლიან, ამას გვიზამენ, იმას გვიზამენ და ფაქტობრივად, ანუ დამადასტურებელი მასალა და დამადასტურებელი ფაქტები რომ შეუძლიათ რაღაცა არ არსებობს. ეს იწვევს უკვე ნიჰილიზაციას მათ მომხრეებში. ეხლაც ხალხი ლევან ხაბეიშვილი, ანა წითელი. ხალხი და ლევან ხაბეიშვილი ადამიანია თუ რა არის? სერიოზულად იძახიან რომ უნდა მოაწყონ რევოლუცია. ოღონდ იძახიან დამხობა, მშვიდობიანი დამხობა. ანუ ხალხო ახლა როგორ არის? მესმის მართლა არ გამოვრიცხავ რომ ქართული ოპოზიციის მომხრეებს შეიძლება არ ქონდეთ ნანახი არც ერთი ნორმალური ფილმის, რაც რევოლუცია არის. ხო, წინგზე არაფერი არ არის. მაგრამ ამ ადამიანებს მათი წმინდანი ხო ხავთ, მიხეილ სააკაშვილი, რომლის ფონზეც ესენი არარავები არიან. ანუ იდეაში, ანუ მე არ გამოვრიცხავ რომ მართლა შეიძლება მათ არ იცოდნენ, არ ხავდეთ ნანახი სხვა ადამიანები, ჩეგევარდა და ლენინი დაწყებული, დამთავრებული, რავი, ზელენსკით და იქ იაცენუკით და ვიღაცებით. არა, მაგას თავი დავანებოთ. მაგრამ მათ აქვთ მაგალითი მიხეილ სააკაშვილის, რომელსაც ჩემი მისდამი ძალიან ღრმა და ნეგატიური დამოკიდებულების მიუხედავად ლევან ხაბეიშვილთან შედარებით ციცერონია. ეს არის მართლა, ეს არის ანუ ობიექტი, ხო, დავამთავრებ, ანუ ეს არის იმ მასშტაბის ფიგურა, რომელიც ჩვენ გვეუბნება რომ რასაც შალვა ამბობს, რომ ხაბეიშვილს და ვიღაცებს მართლა უჩვენიათ ციხეში იყვნენ და არა შეეშინდა და არ ქონდეთ შალო პასუხისგებლობა რომ აი 4 ოქტომბერს რომ მეტყვიან ლევან გაგვიძახიო და ლევანო ვაიმე მართლა უნდა გაგეძახოთ მაგას უჩვენიათ ციხეში იყო. კი ბატონო. რომ მე თქვას რომ აგერ მე ციხეში ჩავხდეს ვერ აგება თორე ხომ მოვიგებდით კი ბატონო. მე მგონი რამოდენიმე ეხლა ხრიდან ხდება გარკვეულწილად იდეების შემოთავაზება ხოლმე. ესე არ არის, ხო არის საქართველოსთან მიბმული რაღაც ჯგუფების, იქ უკრაინული ჯგუფი არის, იქ ამერიკაში რაღაცა ჯგუფია, იქ ევროკავშირში რაღაცა ჯგუფია. ყველა ამ ჯგუფს აქვს საკუთარი რაღაცა წარმოდგენები და ინტერესები, ხო? ყველა ფიქრობს, რომ მისი სტრატეგია იქნება სწორი. ახლა ესეთი უდარნი ძალა, რომელსაც შეუძლია რაღაც ტერაქტების მოწყობა და ასე შემდეგ, ეს უფრო უკრაინულ ესეთი ძალას ეგ ჯერჯერობით არ გამოვლინდა. ბალტები მე მგონი ისე შეშნეულები არიან პუტინის პოლონეთზე შეტევით, რომ
ძალიან ნარატიულ ომში არიან. არა, ძალიან ჩუმად არიან. ჩვენთან. და ამიტომ მე მგონია რომ ნუ აქ არის ერთი მხრივ ის რომ გარკვეულწილად რა ზურაბ ჯაფარიძეს ხვებიც ხედავდნენ რომ აი აქ უკრაინიდან მოდის ეს მესიჯები, მოდით ახლა რაღაცა ესეთი მოვაწყოთ და ეს გამოიწვევს ხელისუფლების რაღაცა ეროზიას და ამით მერე რაღაცა პოლიტიკურ ხულებს ჩავიწერთ და ასე შემდეგ. მეორე მხრივ ეს იყო ამერიკელების ზეწოლა გარკვეულწილად, რომ ნუ ამდენი ფული მოგეცით რაღაცა რევოლუცია მოაწყეთ. თუ არ იქნება. ხო. და ევროპელები რომლებიც გაუგებარია რა სტრატეგიას თავაზობენ გარდა იმისა, რომ შანტაჟისენით საუბრობენ და აი გამოიყენეთ ეგ შანტაჟისენა თქვენი პოლიტიკური ვიზა უიზოს აუგზავნებთ და გამოიყენეთ. ხო და აი ამ კონცეფციაში, როდესაც ხარ შენ და როდესაც გიწევს, რომ ხან ერთი ის უნდა გააკეთო, ხან მეორე, ხან მესამე გააправო გარკვეულწილად და მათი მესიჯები გაატარო, გარკვეულწილად ხვდები, რომ ყველა ამ მესიჯის გატარება შენ რეპუტაციულად, შენ გარკვეულწილად პოლიტიკურ კარიერას ვნებს. ამიტომ რაღაც მომენტში შეიძლება ჩაიცვალოს კიდევ ორი წვიანურად მოიქცენ, იმიტომ რომ ყველაზე ნაკლები დარტყმა ეხლა მათთვის იქნება ის, რომ ისინი ცოტა ხანი ციხეში იქნებიან და რო გამოვლენ უკვე ეს ყველაფერი ჩავლილი იქნებათ და მათ შეიძლება როგორც ადრე განაგრძობდნენ პოლიტიკურ მოღვაწეობას, ისე განაგრძობდნენ. თუმცა აქ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია და რაც ჩემი აზრით გარკვეულწილად პრობლემას ქმნის, არის ის, რომ აი წარმოვიდგინოთ, რომ უკვე აღარ ფიქრობს ქართულ ოპოზიციაზე. ესე მოხდა სხვათაშორის უკრაინაში. უკრაინაში ევრომაიდანის რო გადახედოთ თქვენ, ოპოზიციური ლიდერები არ იყვნენ იქ. მაგრამ რადგან სროლები ატყდა და მასე ბევრი ჰიპოთეზა არსებობს, ორგანიზატორები მან ძირითადად პოლიტიკურ ლიდერებს ვერ მეტყვით, მაგრამ იყვნენ NGO-ები. რა თქმა უნდა. მთელი ეს ან ურაპატრიოტული, ნაცპატრიოტული ელემენტები. უკრაინაში არის ძლიერი აი ეს ფაშისტური მიმართულება ბენდერული არის კი. და ჩვენთან არ არის მიწის მაგალითად. თუ აკვირდებით, ეხლა ნარატიულად როგორც აი საინტერესოა, რომ თუ რამე ემთხვევა ეხლა ისეთი აი კონსერვატიული ნაწილი, რომელიც მე ვამბობ, რომ ეს საკუთარ თავს ეხლა კონსერვატორებს უწოდებს და აკრიტიკებს ხელისუფლებას, ხო, ეს ემიგრაციის საკითხი და ნაციონალების ემიგრაციის საკითხი, ორივე ეს ნაციონალისტური რიტორიკას ამძაფრებს. რაც ნიშნავს იმას, რომ გარკვეულწილად არის რაღაცნაირად თანხმობა, რომ აქ ნაციონალისტური რაღაც ელემენტები, ნაციონალისტური ჯგუფები გაჩნდეს, იმიტომ რომ ნათელი გახდა ჩემი აზრით გარედან, რომ რევოლუციისთვის არაა საკმარისი ლიბერალური რევოლუციის საჭიროა ასევე ნაციონალისტური ელემენტი, როდესაც თუ კიდე ანტირუსული რევოლუცია მოაწყოს. ბაია პატარაიას ძალიან გაუჭირდება და აი გეი აქტივისტებს, გეი მილიტარისტებს ძალიან გაუჭირდებათ ნაციონალისტური დისკურსის შემოტანა. და ერთი პრობლემა აქვს მათთვის. თითქმის შეუძლებელია. მაგათთვის ჯობდა, რომ აი ეს ადამიანები ძალიან ბევრი მებრძოლი, რომელიც უკრაინაში წავიდა, არ წასულიყო. აი, მაგაში. არ წასულიყო. ეხლა ჩამოსვლაზე უკვე პრობლემები ექნება. პრობლემები ექნებათ. და აქ რო ყოფილიყო, მაშინ შეიძლებოდა მაგ ჯგუფები რაღაცის შეკოწიწება, მაგრამ ამასაც მოულიდა. მე ძალიან აკადემია დიდი მადლობა უთხრა სუს, მინისტრთა, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ყველა მინისტრს, ძალოვანს, თუ არა ძალოვანს, რომელიც აი რაღაცნაირად შეკრულად მოქმედებენ რა და მე არ მრჩება განცდა, რომ იოტის ოდნა განსაცდელია, რომ რაღაცნაირად დაუცველები ვართ რა. ძალიან კარგი ჰიპოთეზა წამოაყენე, იმიტომ მე მაგალითად ეს პერიოდი აი სულ ფიქრობდი, რომ რატო გადაწყვეტა ეს ერთი შეხედვით აი პოლიტიკური სუიციდის ჩადენა, როდესაც არჩევნებია და ფაქტობრივად შენინებით შედიხარ ციხეში. ხო, ანუ აქ ხო არ იყო რომ აი ოცნებამ რაღაც ეს გამოძიება დაიწყო რაღაცა, ანუ იყო რომ მოდით ასე ვთქვათ კომისიაზე, ესენი არ მოვიდნენ და ფაქტობრივად ეს არის თავის ნებით ჩასმა.
ანუ შენი თეზა კიდე არის, იმიტომ სამართლიანი რომ მას შემდეგ რაც ამათი დაღმასვლა დაიწყო, რაც აი ესე NGO-ებით, ამ ტექნიკური მთავრობებით, 1000 მიშა შემოპარებით ვერ ააყირავეს, ლოგიკურია რომ უნდა გადავიდნენ უკვე აი ეგეთ ხის გადავიდნენ კიდევ მოლოტოვის კოქტეილი არსებობდა მოლოტოვი კი იქაც არ გამოვიდა მოლოტოვის მე არ მინდა რომ პანიკა დავთესოთ ხადია მაგრამ ლოგიკურია რომ ამის მერე კიდე არის რაღაც რაზმების ჩამოყალიბება ხო და ტერაქტები აი ეგეთი რაღაცეები რაც აღკვეთა და დარწმუნებული ვარ რომ კიდე აღკვეთს ბევრს მაგრამ ანუ საკუთრივ ამ ტიპებსაც არ უნდათ ხო ანუ ეხლა მათ აქვს რაღაცა ვალდებულებები, უცხო დაიმალა. ხო, გარე პატრონებთან, რომელსაც ემალებიან ციხეში. აი ეს არის, ხო, ანუ ემალებიან ციხეში. აი, ლაკა ხოშტარიას მაგალითად. ანუ ეს არის, თან ეს არის რაღაცნაირად მათშიც მიუხედავად მათი უსამშობლობისა, მათის ეს ნაცარქექიას არქეტიპი არის რაღაცა. მე მგონი უფრო ერთი ადგილი არ ყოფნით. ხო, მაგრამ შიშრები არის. აი, მაინც რაღაცნაირად. ლაკა ხოშტარიას მაგალითი. შეეძლო არ წაეწერა, იწევდა, ხელისუფლება არ უნდა გამოიწვიო. როცა დემონსტრაციულად ჩადიხარ დანაშაულს და ამ დანაშაულს ხელისუფლება არ აღკვეთს, სწორედ მაშინ იწყება ხელისუფლების ეროზია. მე მახსოვს შეონაძის დრო. მიშა იჭრებოდა პოლიციის განყოფილებებში. თუ გახსოვთ? კი. და არანაირი პასუხი პოლიციას არ გაუწია და მაშინ დაიწყო ჩამოშლა სახელმწიფომ. და რო არ მოეწერა, არც არავინ რო არ წაეწერა ბანერზე, არც არავინ არ დაიჭერდა. და შემდეგ დააგინა ლამის, რომ ვითმე გირაო გადამიხადოსო. ანუ ეგ არის ციხეში ყოფნა უნდა რა, ხო? თან გონია რომ იქ მაინც გახდება. არ ვიცი. ფაქტია ხო ჩვენ ადრეც ბერჯელ გვითხოვს რომ ისინი გამოსავალს პოულობენ თავის გარიდებით. ანუ შენერი გამოსავალი პოვა ხა იმანაც. მინა. ხოშტარია და დანარჩენი მაგრამ ხა წარმოიდგინეთ. აი რომ დააჭერდეს. რა თქმა უნდა წარმოიდგინეთ ხა ეგრეთ წოდებული ლიდერები ყველა ლიდერი არის ციხეში. ხო. და ატა ბურჭულაძის იმედად დარჩა თქვათ რაღაცა 2 მილიონი კაცი მილიონი რომელიც 4-ში უნდა გამოსულიყო ხო აი ნახევარი ხო მივა 2 მილიონი მოსაწოვი და ამზადა და ო აი ეგ არ დაგვავის ნახევარი მაინც მივა ნუ მაქედან დავიწყოთ რომ ატა ბურჭულაძის გაკეთებული თავიდან არის ხო ნუ ხა დროის დაკარგვაც მაგაზე არღის მაგრამ აქ მთავარი სხვა რაღაცა არის. უყურეთ მიშაც ჩამოსვლის წირო ფანდი ჩაატარა. ვითომ თვითფრენავის რო ჩამოდიოდა და მე იქიდან რო შეეხო ბილეთი და რაღაცეები. წეღან შე რო დაიწყე არ მინდა რომ ეგ რაღაც ყურადღების იქით მიღმა გადავიტანოთ. ანუ უკრაინელი ხელისუფლების მხრიდან კიდე მორიგი ცდელობა იმისა რომ ჩვენი ქვეყანაში დესტაბილიზაცია ცოტა ისეთი ნათქვამია, მსუბუქი ნათქვამია რა. ანუ მათაც ჩვენ გამეტებული ყავართ ჩვეულებრივად არანაირი პრობლემა არ არის. ჯერ პირდაპირ იმას აცხადებდნენ რომ მარტო გადატანითი მნიშვნელობით ხო არ ვიძახით. მარტო ჩვენი ქალები და ბავშვები კი არ უნდა იხოცებოდნენ რომ ქართველებიც უნდა შემოგვეშველნონო. ანუ ისინი მზად არიან იმისთვის რომ გაგვანადგურონ. არა მარტო ისინი. უბედურება ის არის რომ მათი მეშვეულება ამ ევრობიუროკრატებმა ჩვენ ჩვეულებრივ გაგვიმეტეს და ჩვეულებრივად ანუ ნახევარ საქართველოს დამარხავდნენ დემოკრატიული პრინციპების და რაღაც ევროპული ღირებულებებისათვის გმირულად შეწრული ხალხის სახელით. ეგ იქნებოდა და ეგ დაამთავრდებოდა ხო 4 წლის განმავლობაში გვაყურებინეს მათი მოწონებული ქვეყნები როგორც არის უკრაინა და მოლდოვა როგორ ევროკავშირში უნდა გაერთიანდნენ და ტაშისკვრა და 1000 უბედურება ჩვენ ვართ მათი დაწუნებული და მარტივი ანალიზი უნდა გააკეთო ადამიანმა ჩვენი ეკონომიკა ვითარდება ორჯერ უკეთესად ვიდრე თქვათ მოლდოვის მას ეხმა არა ორჯერ უკეთესად სწრაფად ასე თქვათ რა და მოლდოვას რომელსაც ეხმარებიან ასე თქვათ რაღაცა აქებენ ადიდებენ და აშენდა და დამშვენდა სინამდვილეში სხვა რეალობაა და სხვა რეალობას გვაყურებინებენ და ხდება სხვა რაღაცა ქვეყანაში ანუ ჩვენ შეგვიძლია უმაგათოდ შვენივრად განვითარდეთ და ამის საშუალებასაც არ გვაძლევენ ხო მართავენ იმ ქვეყნებს ხო დაემორჩილეს და აკეთებენ იმას რაც ჩვენთანაც უნდათ მაშინ რატომ არ დაწინაურდა ეს ქვეყნები
ჩვენთან შედარებით, ხო? ყველა კრიტერიუმი სახელმწიფოს არსებობისა და დემოკრატიული განვითარებისა ჩვენკენ არის 10-ჯერ და 100-ჯერ მეტი, ვიდრე იმ ქვეყნების. ესე იგი, მათ არ აქვთ იმის რესურსი, შნო და უნარი ეს ქვეყნები, ანუ ქვეყანას, რომელსაც თქვა ხელს მოკიდებენ და ბჭყალებში შეიფარებენ, ის ქვეყანა განავითარონ. ფაქტია, ხო, და დააქციეს ერთი ქვეყანა, აღარ მინდა უკრაინაზე საუბარი და აგერ არის მოლდოვაში რაც ხდება. მოლდოვაში დღესაც ჩხრეკები მიმდინარეობს, წინას არჩევნოთ 28 სექტემბერს არის მოლდოვაში არჩევნები. ეხლა ჩხრეკავენ და ხალხს იჭერენ იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაცა უკანონო დაფინანსებები პარტიების და იმისი, რა ქვია, რაღაც კანდიდატების. ვინმეს გაუგია სადმე ევროპაში ვინმე პრეტენზია გამოთქვა, რომ წინას არჩევნოთ ამ პარტიებს ხო ჩხრეკ და ამაში რო ხარ იჭერ და ასე შემდეგ. არა, მაგას ავიდანებ. ანუ ეს ყველაფერი არის მათი სახელით, როგორც მათ უნდათ, ისია შეფუთული. ეხლა ამას დავამთავრებ რა. უყურე რა გააკეთა ამ ჩვენმა ოპოზიციამ. ესენი რომ შეეფარნენ, ეს საშიშიც არის და ვიღაცისთვის უნდა იყოს ყურადსაღები. მე წეგან ტყუილ არ ვთქვი სააკაშვილის მაგალითი, იქიდან რაღაც ყურადღება ვითომ თავიჭკუით გადაატაინა და სხვა მხრიდან შემოიპარა. ანუ ამათმა როდესაც ამ რევოლუციაზე დაიწყეს ლაპარაკი, ამათ ჰქონდათ აი კაზინოში რო ხდება, ბოლო ფიშკა რო აქვს და ამ ბანკროტი ხარ, ან დიდ ფულს რომ მოიგებ. წითელზე როდებ. ხო რა, ანუ დაახლოებით ეგეთი რაღაცა რევოლუცია აწერია იმას და დამთავრებული ამას რომ დადებენ. ან რევოლუცია უნდა მოახდინონ, ან არა და ესენი არიან, ნუ ხა საბოლოოდ განულდებიან ამაში, აი არანაირი ანალიზის უნარი ამას არ ჭირდება, რომ ეს ხალხი განულდება და მოკვდება როგორც პოლიტიკოსები, თითოეული მათგანი. ამიტომ ამათმა ყველაფერზე მოაწერეს ხელი, დაიწყეს ლაპარაკი, რომ ხელისუფლებამ ყურადღება გადაიტანოს რევოლუცია და ამასობაში ნახეთ რამ ზაკრული გეგმა იყო. ვინმე კი არ შემოაპარეს. ჯარისკაცები კი არ შემოიყვანეს. ასაფეთქებელი შემოიტანეს და კიდევ გააკეთებენ, ანუ იმ 4 ოქტომბრამდე, ან შეიძლება 4 ოქტომბერზე განსაკუთრებული ყურადღება გადაატანინონ და ამის მერე თქვათ რაღაცები გააკეთონ. ამათმა ხელი მოაწერეს უკვე. საბოლოოდ გაიქცნენ ციხეში. საბოლოოდ შენ როგორ წარმოგიდგენია აფეთქებები რომ უნდა მოხდეს, თქვათ, ხო? როგორც ყოველთვის აწმენდნენ ხელს. სად ნახეთ, ესენი ხო იმაზე მეტ მობილიზაციას ვერ გააკეთებენ, რაც იყო ეხლა აგერ წინა წელსაც იყო. ეს იყო მაგათი ყველაზე მაქსიმუმი, იმიტომ რომ დაფინანსება ჰქონდათ 10-ჯერ იმაზე მეტი, 10-ჯერ იმაზე მეტი, ვიდრე აქვს დღეს, ხო? არ გამოვა ხალხი. ეგ იყო მაგათი პიკი. ანუ თათვალე მაგის ნახევარი. და მაგის ნახევრით მაშინაც შეტაკებები იყო, რაღაცა ყველაფერზე წავიდნენ და სად ნახეთ ოპოზიციონერი ლიდერი, რომელიც იმ ეპიცენტრში იყო. არსად. მაშინ როცა აფეთქებები არ უნდა ყოფილიყო, იმალებოდნენ იმ დროს, სადაც იყო რისკი. და დღეს როგორ ფიქრობთ, რომ იქ სადაც მანქანა უნდა აფეთქონ, სადღაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე შეიძლება მსხვერპლი გამოიწვიონ, ეს არის მაგათ ბოლო. ვიცი. იქ რატო უნდათ, რომ სადღაც ლიდერი იყოს, გამოჩნდეს ან რაღაცა უბედურება, ხო? ციხეში მოიქციეს თავი და სუფთავარ, მე არაფერ შუაში არ ვარ. ეს არის წმინდა უკვე მართლაც ტერორისტული საქმიანობა და ამას თავისი მიმხედავი ხავს. ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ ხა? ჩვენ რა არის თითოეული ქართველი მოქალაქის ამოცანა. ჩემი აზრით მშვიდად მისვლა არჩევნებზე და ხმის მიცემა. სხვა შორის ხმის მიცემა არა მარტო ქართული ოცნებისთვის. გაცილებით დიდი რაოდენობა საერთო ამორჩევლისა, რომელიც ქართულ ოცნებას აძლევს, მაგრამ ამ პირობებში ის ოპოზიციაც, რომელიც არაფრის მაქნესი ოპოზიცია არსებობს, განირჩევა იმ სხვა ოპოზიციებისგან და არჩევნებზე მისვლა უკვე მეტნაკლებად სამოქალაქო აქტია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ოცნების მომხრები ბევრი ადამიანი ძალიან გადამწყვეტი უპირატესობით მოიგებს ამ არჩევნებს და მივა. ანუ ლეგიტიმაციას უფრო მყარს გახდის, ვიდრე აქამდე ჰქონდა. ანუ ხვდებით ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო ასპარეზზეც. ეხლა ვილაპარაკოთ იმაზე თუ აი ეს დამალვა, ეს მანევრი რას მოუტანს. მე მეჩვენება თუ არ ვიცი როგორ არის წინა პლანზე მაინც გადასული არა ეს პოლიტიკოსები ან გაპოლიტიკოსებული ტიპები. არამედ სონი გააკეთეს შეშლილ ადამიანებზე. აი იცი როგორ ტერორისტ იმეებზე, რა ქვია, აქტივისტებზე. აი სულ რო ყვირიან,
სულ რომ დარბიან, საყურეები, აი დაბლა დავიდა რა. აი ეს ვიღაც მაგდარო არის, არ ვიცი რა გვარია. ვიღაც აი ესეთი ტიპები, დვარნიაშკა ტიპები, რომელსაც საერთოდ არანაირი მუხრუჭი არ აქვს. როდესაც ხარ ხაზარაძე, რაღაც მუხრუჭი გაქვს. კი, მაინც, იმიტომ რომ მილიონ ბევრი ფული გაქვს ნაშოვნი, რაღაც გინდა დამწვარ ქალაქში არ გინდა ცხოვრება, ხო? და ასე შემდეგ რა. როცა ხარ ვიღაც სხვა, ხო, რომელიც დიდი ხანია პოლიტიკაში, რაღაცა მუხრუჭი გაქვს, როცა ხარ აბსოლუტური izgoi და დასაკარგი არაფერი არ გაქვს შენ დაჭვების გარდა, ხო, ბორკილების გარდა, პროლეტარიები, ლუპენპროლეტარიები. მაშინ მიდიხარ ყველაფერზე. ჩემი აზრით აქცენტი გაძლიერდა აი ამ შტურმავიკებზე რა, ოღონდ idiots შტურმავიკებზე, რა. აბსოლუტურად გეთახვევთ მე მაგ თეორიას. აქამდე ესე გიჟები არ იყვნენ. მე დიდი ხანია მაგ თეორიას ვსკოთ ვანვითარებ და მაგათ შეშლილი. გეი მილიტარიზმიო შენი. კი, ანუ შეშლილი ქალები და ეს გეი მილიტარისტები რა. იმიტომ რომ მართლა არა, მე რატომ ვიცი? მე ხა ვიდეოს რო უყურებ, აი მაგალითად პოლიციელები მივიდნენ სადმე ადგილის დასათვალიერებდა, რამოდენიმე საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად და მირბის ვიღაცა ესეთი შეშლილი ქალი, გიჟი, ჩართული აქვს და ისინი არ პასუხებენ პოლიციელები და ეს უყვირის და აგინებს. არა, შალო. ეს ყველაფერი ჩვენ საკუთარ თავზე გამოვიცადეთ, როდესაც აქციები მიმდინარეობდა NGO-ების რეგისტრაციის კანონებზე და ჩვენ ყველას გვიوارდებოდა შეშლილი ქალები. თან იგივე ქალებია, თქვენ ხარ გონიათ რომ ანუ აუცილებლად შეშლილია. სხვა თავს არ მინდა გვარი დასახელება დაიჭირეს ერთი ქალი პედაგოგი და აღმოაჩნდა თითქმის როგორც ყველას აღმოაჩნდა გარკვეული ფსიქიკური პრობლემები დიაგნოზით. ანუ ადვოკატი გამოდის და ამასო რაღაც გარკვეული ფსიქიკური პრობლემები და ხვდები აი როგორ მე ირკვევა თუნდაც შეკაიდეთ მოშლო პატრონი არა ყავს ეხა თუ ესეთი დიაგნოზი გაქვს აქ ნუ მოდი ხარ ნახე მე ეხა პოსტა ჩემგან არაეთიკურია რამოდენიმეს აქვს ჩემზე მოწერილი voice message-ები სადაც 15 წუთის განმავლობაში კივის. ოღონდ ვერ ხვდები, ანუ რატომ შეიძლება, ანუ შენ ესე ძულდი ადამიანს. ანუ მაგას შენთან. ყველაზე ბულკი ადამიანი. ვინ ვარ მე რომ მე ეგეთ რაღაცებს მიგზავნი და წარმოვიდგინე, ანუ ადამიანს რადონის ფსიქიკური პრობლემები აქვს და რა არის შავა. მაგას აქვს დადებითი მხარე. იმიტომ რომ ამ ადამიანს ეცადე გითხრა. ამ ადამიანს ანუ არ ჭირდება არანაირი мотиваცია. ჩვენ სხვათა შორის ქართული ოცნების მომხრეები ვწდებით რომ გგონია რომ ამ საწყლებს ვინმე რამეს უხდის. ამ გიჟებს ალბათ ამ გიჟებს არაფერს არ უხდიან. იმათ ორგანიზატორებს. ამ გიჟებს არაფერს არ უხდიან, ესენი მართლა ენთუზიაზმზე მუშაობენ და უბრალოდ ანუ რა იცი მათ იცი რითი აბამენ, აი ძალიან კარგი მეთოდი დაამოყენა. თავისუფლების ეფემერული რადიო თავისუფლებამ ყოველ საღამოს დებს ხოლმე ფოტოებს, სადაც ეს შეშლილებით განან რაღაცნაირი მაიკი იმით მასკებით, ნიღბებით და მე იქნებ ვითომ წიგნებს კითხულობენ ყველა იმაზე და ამით ანუ რა იცი რაც მართლა გაკეთდა სტავკა მართლა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ამ ლიბერალურმა ნარატივმა მოახდინა ასეთ რაღაცა რომ მათ თქვენ ამოატივტივა თუ შენ თვლი ხარ არაჩვეულებრივი არაჩვეულებრივი გიჟი ხარ ხო და არაჩვეულებრივობა ხო საქართველოში ხო და საერთოდ ხო თანამედროვე პირობებში ეს არის რომ უბრალოდ შეშლილი ხარ ხო ანუ აქედან გამომდინარე შენ გეუბნები რომ შენ მაშინ შენ ახარ სოლიდური შენ მაშინ უნდა მოიქცე აი ასე შენ ეს დავამთავრებ შენ მაშინ უნდა შეებრძოლო მთავრობას შენ მაშინ უნდა შეებრძოლო სხვა ადამიანებს რომლებიც ვერ ხვდებიან რამხელა მომავალს აკარგვებენ და ეს ხალხი აბსოლუტურად ნულოვანი ტორმუზით იბძვიან და ასე შემდეგ. დასწრი ამ ხალხს. ერთმა დაწერა რომ შეიძლება მე ვერ მოვესწროე რო კავშირს, მაგრამ ჩემი შვილი ხო მოესწროება და მაგიტო იბძვი. აქო ხო, ნუ ბიჭო, აი რა უნდა ვთქვა? თან ახალგაზრდა დაწერა ახლა ის რაღაც ის ხო. თავარი რა მომენტიც ეს ქალაქი არის 1500 წლიანი ქალაქია და თავისი ქცევის ნორმები და წესები აქვს. და ელემენტარული ხარ, როდესაც პოლიტიკოსი ხარ, რაღაც სტრატეგიას ხო ხედავ, რომ ან ამ ქმედებით გემატება მხარდაჭერა თუ არ გემატება. ხა უკვე რამდენი ხანია ესენი გამოდიან და რაოდენობა თითქმის არ იცვლება რა, ნუ რა ვიცი 100-120 კაცი რამდენიც არიან, ხო? არ იცვლება. და ხალხი არ ემატება, თავი ის არის პირიქით თუ უფრო აკლდება, ვიდრე ემატება. პირიქით პროცესია.
ხომ და მივხვდე რომ აი ესეთი ქცევის ნორმა, ესეთი ქცევის ფორმა არ მოწონს, ხო. საზოგადოებას არ მოწონს. დაჟე კრიტიკულად განწყობილ საზოგადოებას. შინაარს თავი დავანებოთ ფორმა ეგ ხო რაღაცა ფორმებისთვის ბრძოლაც არის. ხო, ხანდაზმული კაცი მოდის მანქანა და შენ დედასაგინებ და აჩერებ ხულიგნურად. არ მოწონს ეს. ხანდაზმული ხა ეგ ჩოლორი ფსიქოლოგიაა რომ ხანდაზმულ კაცში მამაშენს ხედავ როგორც წესი და წარმოიდი რომ მამაშენს შეიძლება ვიღაცა ესეთი რაღაცა აკეთოს. ეგ გაუხარდება. ხო და ამ კონტექსტში როდესაც ესე იგი ეს ჯგუფები შენ პირიქით გავნებენ ის თქმა მინდა არსებობს კი პოლიტიკური შინაარსები მაგრამ არსებობს ასევე ფორმები ეს ფორმებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა იმიტომ თუ შენ ფორმა რაღაც ფორმას ამკვიდრებ ეს ფორმა მე გრძელდება და გადადის უკვე მინდა გითხო აი ეს გიჟები მაგალითად უაზროდ ხალი როცა ბილდ სიტყვავს და იგინება ყვირის ესეთი ხალხი ალბათ არსებობდა ნერვულ ადამიანებს ვეძახდით ეს ეფემიზმია რა და ვერიდებოდით და ესენიც არ ჩანდნენ მაინდა-მაინც ნუ ისტორიჩკაა ვიღაცაზე ვიტყოდით და მართლა რა ეხლა ესენი მასობრივად აი მასობრივად რა 100 კაცი თქვი სულ ესენი არიან რაღაცა იმპულსი ხო არ არის განგებ ხო არ გამოუშვეს ეს ისტორიჩკები და ავადმყოფები ჩვენ უნდა დავაკვირდეთ მაშინ წლების განმავლობაში რაზე კეთდებოდა აქცენტი და ვისი პოპულარიზება ხდებოდა ისეთი ადამიანების პოპულარიზაცია რომლებიც მარგინალურ სივრცეში იყვნენ ტრადიციულად. მათი მხრიდან. ის არის მარგინალური სივრცე ძალიან ჭრელია. მარგინალურ სივრცეს რო ხსნი, იქნა შეიძლება მართლა მოვიდეს ვიღაცა ჭკვიანი, მაგრამ როგორც წესი მარგინალურ სივრცედან თუ ერთი ორი ჭკვიანია, ძირითადად არის სიგიჟე ხოლმე, რა. ანუ ისეთი სივრცეა რა. ეს ამიტომ რადგან ძირითადად აქცენტი კეთდებოდა ის რომ უმრავლესობა არის ბნელი და უბრალესობა არის რაღაცა ცუდი მენტალიტეტის ჩაგვრელია და რაღაცა ვინ არის მაგის საწინააღმდეგო ამის საწინააღმდეგო არის არა ყველა უმცირესობა არამედ ყველაზე მარგინალური უმცირესობა gay friendly მარგინალური ზებრა როდესაც დაიწყეს ამ მარგინალური უმცირესობის პირველად მათ ცხოვრებაში რადიო თავისუფლება იქნებოდა და სხვადასხვა ესეთი რაღაც მედიები გამოხატავდნენ აქამდე არავინ აქამდე ყოველთვის არ აქცევდა ყურადღებას ეხლა ბრძოლა მიდის იმაზე, რატომ იბრძვიან ესენი ევროპისთვის, რას ნიშნავს მათი ბრძოლა ევროპისთვის? ნიშნავს ის, რომ კვლავ იყვნენ ყურადღების ცენტრში. გასაგები, აი მე შენ სანამ შენ დაგადოვა ისტორიას მოყევი. რამოდენიმე ნაბიჯვარი ბავშვია 16 თუ 17 წლის და რაღაცებს ძალიან ცუდად ლიკინებენ ეთერში. არ მინდა არც გვარი და არც სახელი, ცოცხი აჩვენეს ამასინა და არ მინდა ცოცხი აჩვენეს, გამისატყებები არიან ტაკოში ძალიან რა. ცოცხი აჩვენეს ამასინა ეთერში და ქოცებს ეს გელითო. ხედავ, აი უბრალოდ ვაჩვენ პოლნი ბესპრედელი რა უბლიუტკები რა რო იტყვიან ხოლმე რუსები სულთან ვარნაშკა ბავშვები და მაგათ ბიჭო ვინ მისცემდა ეთერს ვინ ალაპარაკებდა გულის შეეშალა და მოიხსენია და ვიდეო გაუშვა და ხო იცი რო აყვავდება რაღაც აი ისე აყვავდნენ ისე გაუხარდათ სწორია სადღაც მოხდნენ ჩვენ ეთერში რომ მოხდნენ ვეუბნებოდი არ გაუშვებთ კი და გაუშვი და აყვავდნენ რა ხო ხტები აი ეს ადამიანები არიან ძალიან ტაკოში მისატყობი ეს რო ნახე მონახეში პირადად ეს პირველი შტაბეჭერა ეს წაგებული აქვს რა ანუ ესეთი ადამიანი რო წინ აფინანსებ მაგის პოდკასტს რო აფინანსებ და საზოგადოებაში ანუ შენ მარცხს აფინანსებ ანუ და მით უმეტეს რომ ანუ სიმბოლიზირებ ანუ ხო არის რომ აი რა პარტია რო რაღაცა დააშავებს აი ცდილობს რომ ან ბოდის მოიხსნა რაღაცა და აი ყველაზე ცუდი სიმბოლო აი რას აი ანტინაც მოსახლეობას აი ყოველ წითელს უმთებს ანუ ცოცხი რაც იყო ხო? გონი კამიკაძეებს. ხო, აი მე მახსოვს მართლა აი იმ დღეს როცა იყო მეც მონაწილეობდი სტუდენტურ მსვლელობაში, მახსოვს ჩემი უბნის კუთხეში მოხუცი ქალბატონი ყიდა ცოცხებს და გაკვირვებული იყო რომ რა ვიცი ერთი თვის მარაგი გავყიდეო და რა ხდებოდაო რა ესეთი არ იყო რა ჩახედული პოლიტიკაში ანუ ისეთი ტიპის სიმბოლო იყო ანუ და რა ხდებაო შვილო მე მკითხა და მე თქვი აუხსენი ესე და ესე ამეთქი და ნუ მოკლედ ანუ ესე რო ვთქვათ ანუ ამათი ანუ რეალურად ჩვენ რასაც თვალს ვადევნთ ეს არის რაღაცა ტიპის აი გამოლოცვები ანუ რაღაც ანუ ჩვენ ბევრ ადამიანს ჭირდება აი გამოლოცვა არის კარგი სიტყვა რაღაცნაირ შეპყრობილობა მაგრამ არის ვიღაცები რომლებიც ამ გამოლოცვას არ ექვემდებარებიან პედაგოგიური ცემა საჭირო ოღონდ პედაგოგიური ხო აი პედაგოგი მე ცემის სასტიკი წინა უკვე პედაგოგიური კიდე სხვა ხო ანუ ეს რას ნიშნავს არა ხო არა რო არ ეთქინოს ისე მაგრამ არ შველის უალკოჰოლურია
ტკივილის გარეშე ასე მითხება, ბავშვო მითხება. მაგრამ ნუ რა არ ვიცი, მოკლედ ძალიან რთული, აი კომენტარის გაკეთებაც არ შეიძლება ამაზე, აი რა უნდა ითქვას, ხო? ხო, ანუ ვინ არიან, რა სტილობენ. ანუ მაგრამ აი მაინც ჩანს უკვე რომ აი ეს არის მართლა ბოლო გაფართხალება, იმიტომ რომ აი მართლაც აი ამდენი თან მით უმეტეს უკვე თვითონ დაიწყეს თვითდესტრუქციული ნაბიჯები. ადრე ხო მაინც გახსოვს, აი მიაწვებოდნენ რაღაცა ხმაური, ხა გავიხსენოთ რომ 20-ში მართლა აჯანჯღარებდნენ ქვეყანას. გავიდა 5 წელი, მაგრამ ხო, მაგრამ აი ოცნებამ როცა ეს სწორად კონსერვატიულად, სუვერენისტულად მიუდგა, ხო, ომში არ ჩართვაზე, ეს უკვე გარდამტეხი მომენტი იყო და ეხლა უკვე ხადია ახლა მეორე მომენტია როცა აი თითქოს ყველაფერი კარგად არის მან იცის ხოლმე ხო იცი ეშმაკს არასდროს არ ზინავს და ამიტომ ყურადღებაა საჭირო სიფრთხილეა საჭირო და კონსოლიდაცია ისევ საჭირო დაამატე მნიშვნელოვანი თემა ჩვენაც ვამბობთ და ჯერ თქვა და მე შენ დაამატე მოდი ორი დღის წინ მინესოტაში შეერთებული შტატების თქვა ერთ-ერთ შტატში ეს არეულობები ხო იყო ყველას მოგეხსენება და ორი დღის წინ აღმოაჩინეს რაღაცა ხარჯებთან დაკავშირებით $400,000 ხარჯები აღმოაჩინეს, ეგ ერთი რაღაცა ნაწილი და გზამკვლევი. და გზამკვლევში დადასტურებულია აჯანყებულებისთვის აქ ეწერა მეთოდები როგორ უნდა გაანადგურონ და დაწვან კერძო საკუთრებები. ანუ ყველაფერთან ერთად ასწავლიან იმასაც როგორ გაანადგურონ სხვადასხვა კერძო საკუთრება. ეხლა ვინმეს გონია და დაიჯერებს რომ და მე ბრიყვი მგონია დაიჯერებს რომ აქ ამ ხალხს ეგეთ რაღაცებს არ ასწავლიან, როგორ არ ასწავლიან. ეს ყველაფერი რაღაცა ნაწილობრივ იმაში არ გეთანხმები რომ ესენი ტრენინგები გავლებიან და ფულს უხდიან. დიახ უხდიან კაცო. იქ შეიძლება რამოდენიმეა, როდესაც აჰა დამქირავებელი უყურე როგორ მე უნდა გადავიხადო რაღაცაში 100 ლარი. და 10 კაცისთვის მაგ გათვალისწინებული 100 ლარი. რო დავინახავ რომ 1-2 შერეკილია ისედაც. და ფულს არ მივცე. მაგრამ 8 რა თქმა უნდა 8 უეჭველი ფულით არის იქ დადის. ანუ 80% ცოტა მეტი ფულს უხდიან ჩვეულებრივად ეს არის ორჯერ 2. რა დარწმუნიც არ უნდა იყოს ამ ხნის განმავლობაში იმდენი რო გავიდა. იმას ხო ჭირდება ფული არსებობა და ასე შემდეგ. არც ისეთი იდეოლოგიური ტიპები არ არიან. რომ აი მაგალითად ხო იდეოლოგიაზე ჩამოკიდებული ასე თქვათ რომ ერთი წლის განმავლობაში დადიოდნენ წვიმაში ქარში და უბედურებაში არა ერთი რომ ფულს აძლევენ და მეორე მთავარი мотиваცია რა არის მაგათთვის უყურე რას აკეთებს მაგალითად ევროკავშირის საელჩო ჯერ ახლა ჩვენ ვამბობთ რომ ანუ რატომ არიან ესეთები იმიტომ არიან ესეთები გონებაში ცოტა რაღაცა შეზღუდული ტიპები რომლებიც ეხლა უკვე საშიშებიც გახდნენ როგორც საზოგადოებისთვის, ისე ქვეყნისთვის, აქამდე რაღაცა რბილად ვამბობდით, დავცინოდით, ესეთია, ისეთია, მაგრამ უკვე ეხლა გადაიქცა კამიკაძეების ჯგუფად. და რატო? ხო უნდა შეარჩიო. შერჩევის დროს, მაგალითად KGB რომ მუშაობდა, როგორ არჩევდნენ მაგალითად ისეთ ტიპებს, რომლებიც აგენტები იყვნენ, ხო, რაღაცა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს. დღეს კრიტერიუმებს ვინ აკმაყოფილებს? ყველაფერზე წამსვლელი ტიპი, რომელიც იმაზეც წამსვლელია, რომ აფეთქონ და რაღაცა უბედურობა დამართონ და მოწიონ ქვეყანას რაღაცის და ვიღაცის სახელით. აბა გაიხსენეთ კაცო, ესეთები ვინ იყვნენ? ბოლშევიკების დროს იყვნენ ესეთები და არჩეულები ყავდათ. ეხლაც არჩეულები და შერჩეულები ყავთ. ყველაფერზე წავა ეს ხალხი და ამიტომ ცოტა ისეთია, რომლისთვის მორალი არ არსებობს, ოჯახი არ არსებობს. იქ რაღაცა სამშობლოსთან დაკავშირებით კიდე გაუბერეს რაღაცა ბუშტი ესეთი გამოთქმა არსებობს ჰაერს ბუშტსო ეგონაო რომ სულიშ დაბერესო და სინამდვილეში გაბერესო. ესენი არიან ამათ გონიათ რომ ის ევროკავშირის ელჩი რო შეხვდება, გერმანიის ელჩი რო შეხვდება და რო ეუბნება რომ თქვენ ხართ საქართველოს მომავალი. ამათ გონიათ რომ ეს არის ესე. თან ასლარსაც მიცემენ და მომავალია საქართველოსი და ცოტა ხნის წინ ვინ იყო? აბა 1 წლის წინ. უყურეთ ადამიანები რომლებსაც არავინ არაფრად არ აგდებდა, რასაც თქვენ საუბრობთ და მეც ესე მგონია. ანუ ცოტა გონება შეზღუდული რომ არის, ოჯახში სხვანაირად ექცევიან, მეზობლებიც, სადღაც რო არის და
ამ დროს აღმოჩნდა რომ ეს ტიპი უცბად გამოიყვანეს აგერ რუსთაველზე ქალაქის ცენტრში ზოგი საიდანღაც არის ჩამოსული თქვა რაიონი და გამოიყვანეს და უცხეს შენ ხარ საქართველოს მომავალი შენ უნდა გადაარჩინო კი შენ ქვეყანა უნდა გადაარჩინო ევროპაში გაუშვეს სადღაც კი ბატონო ფული მიცეს ტრენინგებზე დაყავთ ასწავლე აბა რა გონიათ ეხა წეხა რომ ამბობდით რომ ამისტოლა კაცს რო აგინებს და იქ რაღაცა რომ მიუვარდება და არაფრის გამო ვიღაცას დედას ოჯახს და ცოლ-შვილს მოუხსენიებ ეს ტრენინგი გავლილი რა თქმა უნდა შენ თვითონაც ხარ ბუნებით ეგეთი ნაძირალა უნდა იყო კაცო რაც არ უნდა გასწავლონ და იჩიჩინო ვერ გააკეთე ეგრე ვერ გააკეთე ფიზიკურად ვერ გააკეთე შეიძლება თვალები დახუჭო და აღა ვიღაცას შეაგინო თუ მაინდა-მაინც ფული გჭირდება ეს გამწარებულები გამვლელ გამომვლელს შტაბში რო კაცი შედის და არ იცი ვინ არის რაზე შედის იქნება არა ერთ იქნება გაჭირების გამო მიდის რომ რაღაცა და ყველას ერთიანად აგინებ ლანძღავ იწევ და ასე შემდეგ ამას სჭირდება ამორალურობა რის საფუძველზე არის შერჩეულები გონება სუსტები არიან ყველა რაღაცა რა თქმა უნდა პრობლემა აქვს და ფულს აძლევენ ეს ხალხი ამათზე ნაძირლებმა NGO-ს ხელმძღვანელებმა და იმათზე კიდე ნაძირლებმა ევროკავშირის ბიუროკრატებმა გამოიყენეს მასალად როგორც აი საქართველოს ჭირდებათ მაგალითად ხორცის ტყვიათ რო გამოგვიყენონ ჩვენ რა მაგალითად ხო ისე იყენებენ ამ ახალგაზრდებსაც კი ესენი ამათ თავიანთი პრობლემა აქვს და ამათაც საერთოდ სალაპარაკო თემა უნდა ეგრე არა ამათ იყენებენ ჩვენ წინააღმდეგ ანუ ქვეყნის წინააღმდეგ და უსაფრთხოების წინააღმდეგ ქვეყნის ამათი ხელით უნდათ რომ დაგვანგრიონ უნდათ მასები რაღაცა გამოიწვია მაგრამ აქ არის თავარი სახელმწიფო აწეღან ახლა ცოტა ისე დავიწყეთ და რაღაცა იმ ადგილას გავწყვიტეთ რომ მაგალითად აი ნაციონალები ამას იზამენ იმას იზამენ ჰექსოგენი აფეთქება უბედურება ეს მათი გეგმა და ეს გეგმა ისევე ჩავარდება და ჩავარდნილია უკვე როგორც სააკაშვილის შემოყარება და ჩამოსვლა და გეგმა რო იყო და დაგეგმილი ხო იქ რაღაცა ვიღაცა გია რაგვარი იქ როზით უკრაინაში ლორდ კიფაინზე ასევე ჩავარდება ეს გეგმა დიდი ხანია შესწავლილია და ხო ხედავთ ანუ ჩვენ კი ნერვები გვეშლებოდა მაგრამ ხელისუფლებამ როგორ იმუშავა ეს პროტესტი ცოტა დიდი პროტესტებით რო დაიწყო თვით განადგურებამდე მიიყვანა ნელ-ნელა უკვე ძალა აღარ აქვს ამათი ძალა როდის არის იცი როდესაც უპირისპირდებიან ვიღაცა შეაგინებს ვიღაცა იქეთ ვიღაცა რო ამოვდი სადღაც მოიხსენიეთ და უცებ რაღაცა აყვადრე ანუ როგორც კი ამ გიჟებს თავის ნებაზე მიუშვებ და რა თქმა უნდა აკონტროლებს ზომიერების ფარგლებში ეს ნელ-ნელა ქრება და ზარდდება თავის შეკავება სხვა თუ გინდა რომ სახელმწიფო და არა მე მოქალაქეებზე ვლაპარაკობ რა თქმა უნდა მაგრამ უყურე მოქალაქეები აი ცოცხის ტარს რო გიჩვენებს ვიღაცა ნაბიჯო მოქალაქეები იციან რომ ეს არის შეგნებული პროვოცირება და ხელისუფლებამაც კარგად იცის რომ ამათ უკან დგას ევროკავშირის ბიუროკრატია აი ამ ცინგლიანი ბავშვების უკან დგას მაგალითად ფონ დერ ლაიენი არწმუნებულები იყავით საელჩოები არაფერს არ ვამეტებ ხო ევროკავშირის ელჩი და იქ ფონ დერ ლაიენი რთული თავშეკავება ძალიან რთულია ამიტომ აი ძალიან რთულია კაცისთვის რაც შენთვის რაიმე სიწმინდეს ან ღირსებას წარმოადგენს ვიღაცა ნაბიჯვარი მართლა მოდის და აი აფურთხებს ზე პირდაპირ მაგრამ უყურე პროვოცირება ასულდგმულებს და აძლიერებს რაღაცა რა სხვა რაღაცა მოხდება ანუ ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ აქეთ არის ქვეყნის უსაფრთხოება და ქვეყნის პრობლემა რა თქმა უნდა ჩვენი შვილების მომავალი ამიტომ ახლა რამდენჯერაც თქვათ გაბრაზდები იმდენჯერ რომ მიეჭრათ სემა ტყეპა და რაღაცა ის 100 გახდება 300 500 და მერე ნახე შენ ანუ მეგობრებო ბიუროკრატების ამბავი საბოლოო დასვნა რომ პედაგოგიური ცემაც კი არ გვინდა არანაირი ხელისუფლებას სწორ გზაზე მიყავს ესენი როგორც განადგურდნენ მაგალითად ლიდერები ხო აღარ აყავთ ხო ახლა ერთი კაცი მაჩვენე ვისაჯერა რომ ბურჭულაძე ხელისუფლებას გადმოიბარებს და რევოლუციას ან ისე რომ იცი რა ახლა მე არ დამაძროინოთო ჯარიო 8 საათზეო არა გადმობარებული მე არ დამიჭიროთო რომ ვიღაც ამ ჯარს სარდალი ყავდესო თორე არა ისიც სხვა მერე კაცო 8 საათზე უნდა გადმობარებული მქონდეს უკვე ხო 8-ზე 20 საათზე და 00 წუთზეო არა 5 წუთზე თუ 5 წუთზე აღარა შეიძლება არ გვაპატიოს ეგ ამბავი ხო და შესაბამისად ახლა ვინმე დაიჯერებს რომ იმან უნდა რევოლუცია მოახდინოს ვერა და არჩევნებს შევეხოთ 2 წუთით რაღაცა გავცხარდით და რაღაცნაირად გამოგჩა
აი მე ზუსტად იმ ადამიანებს უნდა მივმართო, ვინც მაგალითად ოპოზიციონერების ამომრჩეველია რა. თქვენ დააკვირდით ხალხო. საქართველოში ტარდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და არჩევნების არსი რა არის? ანუ არსი არის ის, რომ ვისაც აირჩევ, ის ადამიანი უნდა იყოს არ გარიშვალდებული საზოგადოებასთან, ვინც აირჩია. ეს არის დემოკრატიული პრინციპი. და რა ხდება დღეს? მერობის კანდიდატი, თბილისის მერობის კანდიდატი 2 კვირით ადრე წავიდა ბრიუსელში და ბრიუსელის მერს შეხვდა და იქიდან გვეყოყლოჩინებება, რომ ნახე მე რა მაგარი ტიპი ვარ, რომ ბრიუსელის მერს შეხვდიო. შემამოცხონებულო, ჩადი ჩემ რომელიმე სოფელში, ჩემი რაიონში და მაგარია ეგ. იქ შეხვდი სოფლის ბრიუსელის მერს შეხვდა ის გიჩი რა ქვია. თბილისში რომელიმე ხო უპრაძე ხო. უყურე ანუ რამოდენად აი ზამბრიყვები და შტერები ბევრი ამომრჩეველი ყავთ რა. ზამ შტერები არიან. ძალიან შტერები. შოუს გავენ, მაგრამ ეს შოუც რა როგორი გაშიფრულია. დებილები არიან რა და მაგრამ აქ თავარი რა. მეორე. ანუ მაგათთვის ხო იმდენსაც ვერ ხდებიან რომ აი ხალხი მაგათთვის წყარო კი არ არის ხელისუფლება. არა. მოტყუების იქ რომ შენ უნდა გამოგიყენო ჩვეულებრივად. ბრიუსელის მერი რომ მე მხარს მიჭერს, იმანაც ხარი დაუჭირე იმას რა ენაღლებას ვინ არის ასე. ხო და ჯერ საზოგადოება უნდა აგირჩიოს და მე წადი და ბრიუსელის მერს მე ელაპარაკე. და მე ჩამოდი. ჯერ არავის აურჩევი ხარ. მეგობრებო, ეს ჩემთან არაფერი. მე ბევრი სიგიჟე მინახავს და ერთ-ერთი არის რომ ბრიუსელის მერს რო ელაპარაკება. წინა საარჩევნო ხალხს კი არ ელაპარაკე, იმას ელაპარაკე. მაგრამ თავარი კიდე, თავარი ჩანაფიქრი. ერთნი წავიდნენ ბრიუსელში და იქიდან რაღაცა გვეკეკლუცებიან საზოგადოებას, მაგრამ თავარი მიზნები სხვა რაღაცა. მეორეები ამერიკაში არიან აგერ. ხო. უყურე რას ურწყავენ, არა, ნაციონალები ამერიკაში არიან. ხო, ესენი კიდე ბრიუსელში. უყურე რას ურწყავენ. ერთმა უნდა გააცოცხლოს წინა საარჩევნოდ. რაღაცას მეგობარი აქტის მსგავსი რაღაცა. ხო, რაღაცა, ხო. მაპზე უკეთესი რომ მივიღეთ მაშინ ეგეთი რაღაცა. ესენი კიდე ცდილობენ რომ რაღაც საეჭოდ გაჩუმდნენ ამ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებით. ხო, ეს ევრობიუროკრატები და ეხლა ესენი შეესწებიან რომ წინა საარჩევნოდ არ იქა მოგვეხმარეთ, თქვით რომ ხელისუფლება ცუდი ყავთ ვიზა ლიბერალიზაცია. ანუ ხალხის წრები არიან. ანუ ხალხის მტერიც არის, ბრიყვიც არის და იმისი აგენტია ის რომ დანიშნავს თქვა ხელისუფლად ვისთან არის ანგარიშვალდებული იმასთან საზოგადოებასთან ხო არ არის რა. მეგობრებო, ძალიან საინტერესო. ამიტომ გაითვალისწინეთ ბრიუსელში ვიზიტი იყო ძალიან ბოლო ფინალი. ერთ-ერთი დიდი სიგიჟე რომ ბრიუსელის მერი უჭერს ხარს, მეგობრებო. დიდუბეში ის კი არ უჭერს ვიღაცა 70 წლის ჟენია, ქალბატონი ჟენია და ასე შემდეგ ვიღაც თემკაზე გიორგი ვიღაცა, ხო? რა მნიშვნელობაა? არა, ბრიუსელის მერი უჭერს ხარს. დიდი მადლობა, ჩვენ ერთმანეთს მომავალ შაბათს შევხვდებით.